მეცნიერებმა დედამიწის შემძვრელი აღმოჩენა გააკეთეს ეგვიპტის ლეგენდარული გიზას დიდი პირამიდის შიგნით. რევოლუციური ახალი სატელიტური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ცნობილია როგორც სინთეზური დიაფრაგმის რადარი, დოპლერის ტომოგრაფია, შემუშავებული მკვლევარების ფილიპო ბიონდისა და კორადო მალანგას მიერ, გუნდმა გამოავლინა გასაოცარი ფარული სტრუქტურები კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონუმენტის ქვეშ. თავად დიდი პირამიდის შიგნით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს მასიური, მანამდე უცნობი კამერა, რომელიც 5 განსხვავებულ ჰორიზონტალურ დონეს მოიცავს. რთულად დაპროექტებული და განზრახ დამალული, ეს საიდუმლო ოთახი ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი რჩებოდა, თვალსაჩინო ადგილას დამალული. მაგრამ ეს აღმოჩენა მხოლოდ დასაწყისი იყო. რადარულმა სკანირებამ, რომელიც ხაფრას პირამიდის სიღრმეში შეაღწია, გამოავლინა 8 იდეალურად სიმეტრიული ცილინდრული ჭა, რომლებიც წარმოუდგენელ 648 მეტრ სიღრმეზე, 2000 ფუტზე მეტზე, ეშვება პირდაპირ მყარკლდოვან ფენაში. ეს უზარმაზარი შახტები ზუსტად არის დაპროექტებული, მეთოდურად განლაგებული პარალელურ რიგებად და ვრცელდება ქვემოთ უზარმაზარ კუბურ ფორმაციებამდე, ზედაპირიდან თითქმის 2 კილომეტრის სიღრმეზე. თითოეული ცილინდრული შახტის დიამეტრი რამდენიმე მეტრია, აგებულია გასაოცარი სიზუსტით, რაც ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ადრე მიეწერებოდა ძველი ეგვიპტის ტექნოლოგიას. მარტო სიღრმეც კი აღემატება გააზრების უნარს. 648 მეტრზე ეს ჭები უფრო ღრმად ეშვება, ვიდრე მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენების სიმაღლეა და უკავშირდება უზარმაზარ მიწისქვეშა სივრცეებს, რომელთა დანიშნულება სრულიად იდუმალი რჩება. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ მთელი გიზას პლატოს ქვეშ მდებარეობს ურთიერთდაკავშირებული კამერების, გვირაბების და მასიური კუბური სტრუქტურების ვრცელი ქსელი, რომელიც ღრმად მიწისქვეშ არის დამარხული და კილომეტრებზეა გადაჭიმული. ამ მიწისქვეშა ნაგებობების მასშტაბი და სირთულე აღემატება ყველაფერს, რაც კი ოდესმე წარმოედგინათ არქეოლოგებს ან ისტორიკოსებს, და ეჭქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ ვიცოდით ძველი ეგვიპტისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. შეიძლება თუ არა, რომ ეს უზარმაზარი ჭები და ფარული კამერები წარმოადგენდნენ დაკარგული ცივილიზაციის ნაშთებს, რომელიც ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე დინასტიური ეგვიპტე? ძველი შუმერული ლეგენდები ნათლად საუბრობენ წარღვნამდელ ცივილიზაციებზე, როგორიცაა ატლანტიდა ან მუ, ძლევამოსილ არსებებზე, რომლებიც ცნობილია როგორც ანუნაკები, ტიტანები, ატლანტები, რომლებმაც კაცობრიობას არაჩვეულებრივი ცოდნა და უნარები გადასცეს. შეიძლება თუ არა, რომ ეს ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა სტრუქტურები გიზას ქვეშ იყოს ამ ლეგენდების ფიზიკური მტკიცებულება? და რაც ყველაზე მთავარია, ვინ ცდილობდა ამ ინფორმაციის დამალვას? გიზას დიდი პირამიდა მხოლოდ ეგვიპტის ყველაზე საკულტო მონუმენტი არ არის. ეს არის გლობალური გამოცანა, რომელიც აღემატება გააზრების უნარს. აგებული გასაოცარი სიზუსტით 2,3 მილიონზე მეტი ქვის ბლოკისგან, რომელთაგან თითოეული რამდენიმე ტონას იწონის, მისი ზომები კოდირებს გასაოცარ მათემატიკურ და კოსმიურ ჭეშმარიტებებს. პირამიდის ზუსტი კოორდინატები იდეალურად ემთხვევა დედამიწის ჭეშმარიტ ჩრდილოეთს, გრადუსის მხოლოდ მცირე ნაწილით გადახრით. მისი პროპორციები ასახავს დედამიწის გარშემოწერილობის ზუსტ გაზომვებს. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ პირამიდის გეომეტრიაში კოდირებულია თავად სინათლის სიჩქარე. დიდი პირამიდა მდებარეობს 29,979,245 მილიონედი გრადუსი ჩრდილოეთ განედზე. სინათლის სიჩქარე ვაკუუმში ზუსტად 299,792,458 მეტრია წამში. როდესაც იზომება სამეფო ეგვიპტური წრთებით, საზომი ერთეულით, რომელსაც ეგვიპტელები ცნობილად იყენებდნენ, პირამიდის ფუძის პერიმეტრი მჭიდროდ ემთხვევა დედამიწის ეკვატორულ გარშემოწერილობას. ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ ერთეულს, რომელსაც საღვთო წრთა ერქვა, დაახლოებით 25 დუიმი, და ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ პირამიდის პერიმეტრის გამრავლება ამ წრთებთან დაკავშირებულ ფაქტორზე იძლევა რიცხვებს, რომლებიც მჭიდროდ ემთხვევა სინათლის სიჩქარეს, რაც კვლავ მიანიშნებს მოწინავე სამეცნიერო ცოდნის განზრახ კოდირებაზე. ამის მისაღწევად საჭირო სუფთა სიზუსტე, გრადუსების წილადებამდე, ბევრად აღემატება დამთხვევას. სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითი დამთხვევაა, მაგრამ მომხრეები ამას პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნევენ იმისა, რომ პირამიდის მშენებლები ფლობდნენ ან მოწინავე ასტრონომიულ ცოდნას, დახვეწილ მათემატიკას, ან შესაძლოა ინფორმაციას, რომელიც მიიღეს ცივილიზაციისგან, რომელიც ბევრად უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული იყო, ვიდრე ისტორია აღიარებს. 10 წლეულების განმავლობაში მეინსტრიმული ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს საოცრებები უბრალოდ სამარხები იყო, აგებული პრიმიტიული იარაღებით, მონების შრომით და უხეში ძალით. მაგრამ ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა საბოლოოდ დაამსხვრია ეს გამარტივებული ნარატივი.
მასიური ფარული კამერის და ხაფრას პირამიდის ქვეშ 8 გასაოცარი ცილინდრული ჯიშის გასაოცარი აღმოჩენით, რომლებიც 648 მეტრ სიღრმეზე აღწევენ მყარკლდოვან ფენაში, კონვენციური ამბავი ოფიციალურად დაინგრა. ეს შახტები იდეალურად სიმეტრიული და ზედმიწევნით დაპროექტებული, უფრო ღრმად ეშვება ვიდრე უმაღლესი თანამედროვე ცათამბჯენები და უკავშირდება გაშლილ მიწისქვეშა სტრუქტურებს, რომლებიც თითქმის 2 კილომეტრზე ვრცელდება პლატოს ქვეშ. არც ერთ სპილენძის სატეხს, თოქს ან ხის ჯალამბარს არ შეუძლია ახსნას ასეთი მოწინავე გეოლოგიური ინჟინერიის ნიმუშები. მარტივად რომ ვთქვათ, მეინსტრიმული ახსნა არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ახლა სრულიად შეუძლებელიც ჩანს. როდესაც მეინსტრიმული ნარატივები ინგრევა და სენსაციური აღმოჩენები მრავლდება, ერთი კითხვა რჩება, რა იქნება შემდეგ? ვართ თუ არა ძველი ლეგენდების დადასტურების ზღვარზე, შესაძლოა დაკარგულ ცივილიზაციებთან, კოსმიურ ვიზიტორებთან ან მოწინავე პრეისტორიულ ცოდნასთან საბოლოო კავშირების დამყარების ზღვარზე? რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ერთი რამ ცხადია, გიზას ქვიშები კვლავ იცავენ წარმოუდგენელ საიდუმლოებებს და კაცობრიობა საბოლოოდ მზად არის მათი აღმოსაჩენად. ადევნეთ თვალი. 10 წლეულების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ეგვიპტის დიდი პირამიდები სხვა არაფერი იყო, თუ არა განდიდებული სამარხები, ექსტრავაგანტული დაკრძალვის ადგილები, რომლებიც ფარაონების პატივსაცემად აშენდა. მაგრამ ეს ამბავი არ ჯდება ლოგიკაში. გიზას არც ერთ პირამიდაში მუმია არასოდეს აღმოჩენილა. სინამდვილეში, ძველი ეგვიპტელები ცნობილად მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულებს მიწისქვეშ, როგორც ამას ტუტანხამონის მაგალითი ადასტურებს, რომლის სამარხი მეფეთა ველზე აღმოაჩინეს და არა პირამიდის შიგნით. როდესაც დიდ პირამიდას ვადარებთ ახალ პირამიდებს, რომლებიც ეგვიპტის ისტორიაში მოგვიანებით აშენდა, რაღაც უცნაური ხდება აშკარა. დროთა განმავლობაში გაუმჯობესების ნაცვლად, პირამიდების მშენებლობა ნაკლებად ზუსტი, ნაკლებად მოწინავე გახდა. ეგვიპტური კერამიკაც კი სკულპტურა და ჩუქურთმები ავლენს ცივილიზაციას, რომლის ტექნოლოგიური და მხატვრული შესაძლებლობები საუკუნეების განმავლობაში მცირდებოდა. როგორ შეიძლება ცივილიზაცია უკან წავიდეს უნარებში? თუ რა თქმა უნდა, თავსატეხის კრიტიკულ ნაწილს არ ვკარგავთ. რა მოხდება, თუ ძველი ეგვიპტელები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, არ იყვნენ ამ მონუმენტების თავდაპირველი მშენებლები, არამედ მემკვიდრეები? გლობალური კატასტროფის გადარჩენილები, რომლებმაც აღმოაჩინეს ეს სტრუქტურები, მიითვისეს ისინი და მოარგეს საკუთარ კულტურას. განვიხილოთ კიდევ ერთი ანომალია. ეგვიპტური მონუმენტები და ტაძრები ცნობილად დაფარულია რთული იეროგლიფებით. თუმცა თავად დიდი პირამიდა უცნაურად მოკლებულია წარწერებს. რატომ ვერ შეამკეს ეგვიპტელებმა უდიდესი სტრუქტურა, რომელიც ოდესმე აშენებულა, თავიანთი წმინდა ტექსტებით? გიზას უდიდესი პირამიდა, დიდი პირამიდა, ტრადიციულად მიეწერება ფარაონ ხუფუს, რომელიც ბერძნულად ცნობილია როგორც ხეოფსი, ან არაბი ისტორიკოსებისთვის, როგორც სურიდი ან სალფუკი. ეგვიპტოლოგები ამტკიცებენ, რომ ხუფუმ შეუკვეთა ეს საოცრება დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წელს. მაგრამ საიდან ვიცით ეს? ხუფუს დიდი პირამიდასთან ასოცირება თითქმის მთლიანად მომდინარეობს ბრიტანელი მკვლევარის, პოლკოვნიკ რიჩარდ ჰოვარდ ვაისის მიერ 1827 წელს გაკეთებული ერთი აღმოჩენიდან. ვაისი, რომელიც არ იყო ცნობილი დახვეწილობით, იყენებდა დენს, რათა გზა გაეკაფა რამდენიმე პირამიდაში, სასოწარკვეთილი ეძებდა განცდა და დიდებას. ხუფუს პირამიდის შიგნით მან განაცხადა, რომ იპოვა დახატული კარტუში, ფარაონის სამეფო ინსიგნია, რომელიც ხუფუს საბოლოოდ უკავშირებდა მის მშენებლობას. თუმცა ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება არქეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი ტყუილი იყოს. 2014 წელს დრეზდენის უნივერსიტეტის 2 არქეოლოგიის სტუდენტმა ფარულად აიღო პიგმენტის ნიმუში ხუფუს სავარაუდო კარტუშიდან. ლაბორატორიულმა ანალიზმა შოკის მომგვრელი აღმოჩენა გამოავლინა, საღებავი არ იყო ორიგინალი, იგი ბევრად მოგვიანებით იყო დამატებული, შელესილ შეკეთებულ ადგილზე და არა თავდაპირველ კირქვაზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოლკოვნიკმა ვაისმა, სასოწარკვეთილმა მას შემდეგ, რაც დახარჯა თითქმის 1,3 მილიონი დოლარი, დღევანდელი ეკვივალენტი, თავის ექსპედიციაზე, შესაძლოა თავად გააყალბა ხუფუს კარტუში, შექმნა ყალბი ისტორიული ნარატივი, რომელსაც ეგვიპტოლოგები დღემდე იცავენ. ავტორებიც კი, როგორიცაა ზაქარია სიტჩინი, პირდაპირ ადანაშაულებდნენ ვაისს, ამტკიცებდნენ, რომ მისმა სასოწარკვეთამ წარმოედგინა მნიშვნელოვანი აღმოჩენა, აიძულა იგი ჩაედინა ეს თაღლითობა, რამაც სამუდამოდ მოახდინა გავლენა მეინსტრიმულ არქეოლოგიაზე. მაშ, თუ ხუფუმ არ ააშენა დიდი პირამიდა, მაშინ ვინ ააშენა? არაბი ისტორიკოსებისა და ძველი ხელნაწერების თანახმად, პირამიდები ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ხუფუს ეპოქა.
იბრაჰიმ ალ-მაკრიზი, პატივცემული არაბის სწავლული, აცხადებს, რომ დიდი პირამიდა აშენდა წარღვნამდელი მეფის სურიდ იბნ სალფუკის მიერ, კატასტროფულ გლობალურ წარღვნამდე საუკუნეებით ადრე. რომაელი ისტორიკოსი ამიანუს მარცელინუსი ანალოგიურად აღწერდა წარწერებს გარკვეული პირამიდების შიგნით, რომლებიც სპეციალურად იყო გამიზნული ძველი სიბრძნის შესანარჩუნებლად სწორედ ამ წარღვნისგან. შეიძლებოდა თუ არა პირამიდები აშენებულიყო არა როგორც სამარხები, არამედ როგორც სარდაფები, რომლებიც შექმნილი იყო ცოდნის გადაშენებისგან დასაცავად. საინტერესოა, რომ კოპტური და ჰერმეტული ტრადიციები ასევე მიაწერენ პირამიდებს ჰერმეს ტრისმეგისტუსს, რომელიც ეგვიპტელებისთვის ცნობილია როგორც თოტი ან ენოქის სხვა ძველ ტექსტებში. არაბის სწავლულები ცალსახად აიგივებდნენ მეფე სურიდს ჰერმესთან, აცხადებდნენ, რომ მან ააშენა პირამიდები წინასწარმეტყველური სიზმრების შემდეგ, რომლებიც აფრთხილებდნენ მას მომავალი კატასტროფის შესახებ და განზრახდა მალამათში ფასდაუდებელი ცოდნა. ამ ძველი ანგარიშების თანახმად მეფე სურიდმა დატოვა წარწერები პირამიდების შიგნით, რომლებიც მომავალ თაობებს უპირისპირდებოდნენ. მე ავაშენე ეს პირამიდები და დავასრულე ისინი 61 წელიწადში. დანგრევა უფრო ადვილია, ვიდრე აშენება. მე შემომოსე ისინი აბრეშუმით. და ვინც ჩემ შემდეგ მოვას, სადოს მათი დაფარვა ჭილოფებით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი შუა საუკუნეების არაბული ტექსტი პირამიდებსაც კი აღწერს, როგორც მისტიკური ქანდაკებებით დაცულს, რომლებსაც ზებუნებრივი ძალა ჰქონდათ მინიჭებული, რათა უღირსი შემოჭრილები არ დაეშვათ წმინდა ცოდნასთან. მაშ რა მოხდება, თუ ეგვიპტელები, რომლებსაც ისტორიულად ვაღიარებთ, არ იყვნენ შემქმნელები, არამედ პირამიდების მემკვიდრეები? შეიძლება თუ არა, რომ ეს დიდებული მონუმენტები იყოს უძველესი მოწინავე ცივილიზაციის ბოლომდგარი მემკვიდრეობა, რომელიც გლობალურმა კატაკლიზმმა გაანადგურა, როგორც ამას უთვალავი კულტურის ლეგენდები ამტკიცებენ. როგორც მტკიცებულებები აგრძელებს ზედაპირზე ამოსვლას, მეინსტრიმული ნარატივები ინგრევა. შესაძლოა, დიდი პირამიდის ჭეშმარიტი მშენებლები და მათი მოწინავე, დავიწყებული ცივილიზაცია გველოდებიან, რომ აღმოვაჩინოთ ნამდვილი ამბავი, რომელიც დამალულია გიზას ქვიშების ქვეშ. ძველი ეგვიპტელებისთვის ცა იყო როკა ცოცხალი, სუნთქავი სამეფო, სადაც ღმერთები ბინადრობდნენ, სადაც მიცვალებულები მოგზაურობდნენ და სადაც არსებობის დიდი ციკლები მარადისობაში თამაშდებოდა. ეგვიპტელებისთვის ორიონი იყო ღმერთი, მეფე და კარიბჭე საიქიოში. მათ მას ოსირისი უწოდეს. ოსირისი აღდგომის ღმერთი არა მხოლოდ სიმბოლურად იყო დაკავშირებული ორიონის თანავარსკვლავედთან, ის იყო ორიონი. ეგვიპტურ ტექსტებში ნათქვამია, რომ მისი სული მის ვარსკვლავებს შორის ბინადრობდა და მართავდა დუათს უხილავ სამეფოს, სადაც მიცვალებულები სიკვდილის შემდეგ მიემგზავრებოდნენ. ფარაონი მხოლოდ ადამიანთა მმართველი არ იყო, ის იყო ცოცხალი ჰოროსი და სიკვდილში ის გახდებოდა ოსირისი, შეუერთდებოდა ორიონს ცაზე. მაგრამ რატომ ორიონი? რატომ არა მზე ან მთვარე ან სხვა ციური სხეული? პასუხი იმალება ციკლში, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც თავად დრო. ყოველწლიურად ორიონი ქრება ღამის ციდან 70 დღით, სანამ კვლავ ამობრწყინდება, ხელახლა დაიბადება აღმოსავლეთში. ეგვიპტელებისთვის ეს მხოლოდ ასტრონომიული მოვლენა არ იყო. ეს იყო რიტუალი, კოსმიური დრამა, რომელიც ზეცაში თამაშდებოდა. 70 დღე, ზუსტად ის დრო, რომლის განმავლობაშიც მიცვალებულებს ბალზამირებდნენ დაკრძალვამდე, იგივე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, როგორც ამბობდნენ, ოსირისი ქვესკნელში რჩებოდა, სანამ კვლავ აღდგებოდა. და ფარაონებისთვის ეს იყო მათი ბედი. პირამიდის ტექსტები, მსოფლიოში უძველესი ცნობილი რელიგიური ჩანაწერები საუბრობენ ფარაონის მოგზაურობაზე ორიონისკენ. ისინი აღწერენ მეფის სულს, რომელიც ვარსკვლავივით ამოდის ერწყმის ოსირის ცაზე. ერთი პასაჟი აცხადებს, შენ ზიხარ შენს ტახტზე ოსირისის გვერდით, შენი სული ორიონის ვარსკვლავებს შორისაა. ათასობით წლის განმავლობაში გიზას დიდი პირამიდები იდგა როგორც აღთქმა, მასშტაბი, სიზუსტე, მათი დანიშნულება. ეგვიპტოლოგები გვეუბნებიან, რომ ისინი სამარხები იყო, მაგრამ პირამიდების შიგნით არც ერთი მუმია არასოდეს აღმოჩენილა, არც ერთი. 1983 წელს ინჟინერმა რობერტ ბოვალმა რაღაც უცნაური შენიშნა. 3 დიდი პირამიდის განლაგება იდეალურ ხაზს არ ქმნიდა. ერთი მათგანი, მენკაურას პირამიდა, ოდნავ გადახრილი იყო. თავდაპირველად ეს არასრულყოფილებას ჰგავდა, მაგრამ შემდეგ ბოვალმა წასახედა. იქ, ორიონის თანავარსკვლავედის გულში, მან იგივე ნიმუში დაინახა. ორიონის სარტყლის 3 ვარსკვლავი და ერთი მათგანი, მინტაკა, ოდნავ გადახრილი, ისევე როგორც პირამიდები ქვემოთ. ეს შემთხვევითობა არ იყო. პირამიდები შემთხვევით არ აშენებულა, მათი განლაგება რაღაცას იმეორებდა ზემოთ, ორიონის სარტყლის ვარსკვლავებს, ქვაში გაყინულს. მაგრამ თანხვედრები ამით არ მთავრდებოდა.
დიდი პირამიდის სამხრეთის შახტის სტრუქტურაში ერთადერთი პირდაპირი გასასვლელი ზუსტად ორიონისკენ არის მიმართული, თითქოს შექმნილია იმისთვის, რომ ფარაონის სული ღმერთებთან დააბრუნოს უკან ორიონთან, უკან ოსირისთან. დიდ პირამიდას 4 ასეთი შახტი აქვს, 2 მეფის კამერიდან გამოდის და 2 დედოფლის კამერიდან. მათგან ყველაზე ცნობილია მეფის კამერის სამხრეთის შახტი, რომელიც პირამიდის აშენების დროს ზუსტად იყო გასწორებული ორიონის სარტყელთან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2450 წელს ეს შახტი პირდაპირ ალნიტაკისკენ, ორიონის სარტყლის ყველაზე კაშკაშა და ქვედავარსკვლავისკენ იყო მიმართული. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ პირამიდა არა მხოლოდ რელიგიური მონუმენტი იყო, არამედ უაღრესად მოწინავე სტრუქტურა, რომელიც შექმნილი იყო ენერგეტიკულ ველებთან ურთიერთქმედებისთვის, შესაძლოა მოწყობილობაც კი, რომელიც გამიზნული იყო დედამიწასა და ორიონს შორის კომუნიკაციის ან მოგზაურობის გასაადვილებლად. აღმოჩნდა, რომ დიდ პირამიდას უჩვეულო ელექტრომაგნიტური თვისებები აქვს. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა ოდესღაც რეზონანსული კამერის ფუნქციას ასრულებდა. თუ ფარაონი ღმერთებთან დაბრუნებას აპირებდა, შესაძლოა ორიონი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სიმბოლური დანიშნულების ადგილი. ეგვიპტე არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ორიონის თითის ანაბეჭდი ჩანს. ნახევარი მსოფლიოს მოშორებით, მექსიკაში უძველესი ქალაქი ტეოტიუაკანი იმეორებს ზუსტად იმავე განლაგებას. მზის, მთვარისა და კეცალკოატლის პირამიდები, ისევე როგორც გიზაში, ერთი მათგანი ოდნავ გადახრილია, რაც ემთხვევა ორიონის სარტყლის გადახრას. იგივე ნიმუში, იგივე დიზაინი. 2 კულტურა, ათასობით მილით დაშორებული, ხედავს ერთსა და იმავეს, აშენებს ერთსა და იმავე სტრუქტურებს. მაგრამ რატომ? და ეს ამით არ მთავრდება. სამხრეთ ეგვიპტის უდაბნოებში ფარაონების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე, უძველესი ქვის წრე, სახელად ნაპტა პლაია, აშენდა ორიონთან გასასწორებლად. მსოფლიოში უძველესი ასტრონომიული ნიშნები, რომლებიც იქ განთავსდა პირამიდების არსებობამდეც კი. რატომ შენარჩუნდა ეს ნიმუში? რატომ უბრუნდებოდა ცივილიზაციები დროისა და სივრცის მიღმა ყოველთვის ორიონს? ეს უბრალოდ მეგზური ვარსკვლავი იყო, წმინდა სიმბოლო. თუ ეს რაღაც მეტი იყო? მეხსიერება, რომელიც ეპოქების განმავლობაში გადმოიტანეს. ქვაში დაწერილი შეტყობინება. შუა საუკუნეების ისტორიკოსის ალ-მასუდის თანახმად, დიდ წარღვნამდე საუკუნეებით ადრე, მეფე სურიდმა შემზარავი ხილა იხილა. სიზმარში სურიდმა იხილა დედამიწის გადაბრუნება, მთების დანგრევა, მიწის რყევა და შეშინებული ხალხის გაქცევა ყველა მიმართულებით. ცაზე ვარსკვლავები ცვიოდნენ თავიანთი ადგილებიდან და ეჯახებოდნენ ერთმანეთს გამაყრუებელი გრუხუნით. ჩანდა, რომ სამყარო მის თვალწინ იშლებოდა. შეშინებულმა, მაგრამ ჩუმად მყოფმა სურიდმა ხილა თავისთვის შეინახა. მაგრამ დროთა განმავლობაში მისმა ქურუმებმა მას საკუთარი გაფრთხილებით მიმართეს, სამყარო ერთ დღეს განადგურდებოდა, ჯერ ცეცხლით, შემდეგ კი წყლით. დარწმუნებულმა, რომ კატაკლიზმი გარდაუვალი იყო, სურიდმა ბრძანა პირამიდების აშენება, მასიური მონუმენტები, რომლებიც შექმნილი იყო არა როგორც სამარხები, არამედ როგორც ცოდნის საცავები, აგებული იმისთვის, რომ გაეძლოთ ცეცხლისთვის, წყალდიდობისთვის და თავად ცივილიზაციის განადგურებისთვის. სურიდის ქურუმებმა პირამიდის კედლებზე ამოკვეთეს იეროგლიფები, რომლებიც შეიცავდა მათი სამეცნიერო ცოდნის მთლიანობას, ასტრონომიას, მათემატიკას, მედიცინას და ძველი სამყაროს დავიწყებულ საიდუმლოებებს, შენახული მათთვის, ვინც შესაძლოა გადაურჩებოდა მომავალ კატასტროფას. ტრადიციის თანახმად სურიდი მეფეზე მეტი იყო. ის იყო ლეგენდარული ჰერმეს ტრისმეგისტუსი, რომელიც ებრაელებისთვის ცნობილი იყო როგორც ენოქი, ხოლო ისლამური ტრადიციისთვის როგორც წინასწარმეტყველი იდრისი. ითვლებოდა, რომ ის იყო პირველი, ვინც დაფიქრდა ზეცის საიდუმლოებებზე, შეისწავლა ვარსკვლავების მოძრაობა და გახსნა ფარული მეცნიერებები, რომლებიც მართავდნენ სამყაროს შექმნას. ჰერმესმა, სურიდის მსგავსად, იწინასწარმეტყველა დიდი კატაკლიზმი, ციური რყევა, რომელიც დედამიწას ან ცეცხლით, ან წყლით შთანთქავდა. კაცობრიობის მძიმე შრომით მოპოვებული ცოდნის დაკარგვის შიშით, მან ყველაფერი ჩაწერა, მეცნიერებები, ხელოვნება, სულის საიდუმლოებები, თავად პირამიდების შიგნით. ზოგი ამბობს, რომ დიდი პირამიდების თავდაპირველი კედლები ამ სწავლებებით იყო დაფარული, ამოკვეთილი რთული იეროგლიფებით, რათა ეს სიბრძნე განადგურებისგან დაეცვათ. სხვები თვლიან, რომ ჭეშმარიტი საიდუმლოებები კოდირებული იყო არა წერილობით, არამედ თავად პირამიდების არქიტექტურაში, დამალული მის გეომეტრიაში, ზომებში და ვარსკვლავებთან მიმართებაში. მეფის კამერა დიდ პირამიდაში იმეორებს სოლომონის ტაძრის წმიდათა წმიდის სუსტ ზომებს, წმინდა სივრცეს, რომელიც ოდესღაც აღთქმის კიდობანს ინახავდა. მეფის კამერის გრანიტის სარკოფაგიც კი ემთხვევა თავად კიდობნის სუსტ ზომებს.
ძველი ეზოთერული ტრადიციები დიდ პირამიდას აღწერენ, როგორც ერთგვარ კოსმიურ ენერგიის გენერატორს, სტრუქტურას, რომელიც შექმნილია ღვთაებრივი ენერგიის მიმართვისა და გაძლიერებისთვის. როდესაც ის პირველად აშენდა, ამბობდნენ, რომ პირამიდის კენწერო, მბზინავი ბროლისა და ოქროს სტრუქტურა ინახავდა მძლავრ რელიქვიას, თავდაპირველ აღთქმის კიდობანს, რომელიც ატლანტიდის და კარგული ცივილიზაციიდან იყო ჩამოტანილი. ეს კიდობანი, აღწერილი როგორც წარმოუდგენელი ძაბვის ობიექტი, ასხივებდა ისეთ მძლავრ კოსმიურ ენერგიას, რომ მხოლოდ უწმინდეს ინიციატებს შეეძლოთ მისი თანდასწრებით გადარჩენა. მოუმზადებლები რისკავდნენ ფიზიკურ დაზიანებას ან სიკვდილსაც კი. ამ მიზეზით არქიტები, ამ ძალაუფლების ქურუმი მცველები, წლების განმავლობაში გადიოდნენ ცურთნას, რათა თავიანთი სხეულები მის ენერგიასთან ჰარმონიაში მოეყვანათ. კიდობანი, პირამიდის გეომეტრია და იდუმალი სარკოფაგი მეფის კამერაში ამ უძველესი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც შექმნილი იყო პირამიდის სტრუქტურის ზემოდან მომავალ კოსმიურ ენერგიასთან დასაკავშირებლად. შეიძლება ეს სისტემა იყოს ის, რის შენარჩუნებასაც ენოქი ანსურიდი ცდილობდა, წმინდა მეცნიერება, რომელიც იყენებდა ღვთაებრივ ენერგიას, რომელსაც შეეძლო ცნობიერების გარდაქმნა და ადამიანის სხეულის ფარული პოტენციალის გახსნა. ებრაული სიტყვა არონ, კიდობანი, სიტყვასიტყვით ნიშნავს სარდახშას ან კუდს და ბიბლიური კიდობნის ზომები 2.5 წრთა 1.5 წრთაზე 1.5 წრთაზე, დაახლოებით 45-27 დუიმზე. ზუსტად ემთხვევა ქვის სარდახშას ან გრანიტის სარკოფაგს დიდი პირამიდის მეფის კამერის შიგნით. ეს სარდახშა ერთადერთი ობიექტი იყო ამ წმინდა კამერაში, ისევე როგორც აღთქმის კიდობანი იყო ერთადერთი წმინდა ობიექტი, რომელიც სოლომონის ტაძრის წმიდათა წმიდაში იყო მოთავსებული. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ წმიდათა წმიდის შიდა კამერის ზომებიც ზუსტად ემთხვევა მეფის კამერის ზომებს. და ორივე ეს წმინდა სივრცე იზიარებს იდენტურ ზომებს ტაძრის მთაზე აღწერილ გამდნარი წყლის ზღვასთან, რომელიც მეფე სოლომონმა მოამზადა. თუმცა ვიცით, რომ პირამიდა აშენდა და დაიხურა სოლომონამდე ან მოსემდე საუკუნეებით ადრე, რაც ამ თანხმდრას შეუძლებელ დამთხოვად აქცევს, თუ ის არ იყო ნაკარნახევი ღრმა უძველესი ცოდნით ან თუნდაც უმაღლესი ინტელექტით. დიდი პირამიდა უბრალო სამარხი არ იყო. ეზოთერული სწავლებების თანახმად ის ფუნქციონირებდა როგორც უაღრესად მოწინავე ინიციაციის კამერა, რომელიც კოსმიურ ენერგიებსა და გარდამქმნელ სიხშირეებს თავის ბირთვში მიმართავდა. ინიციატი გრანიტის სარკოფაგში იწვა ინიციაციის მომენტში, შთანთქავდა მძლავრ კოსმიურ სხივებს, რომლებიც კონცენტრირებული იყო ბროლის კენწეროს მეშვეობით, რომელიც თავისთავად, როგორც ამბობდნენ, შეიცავდა თავდაპირველ კიდობანს. შესაძლოა ატლანტიდის და კარგული ცივილიზაციიდან ჩამოტანილს. ძველი ტექსტები აღწერენ ამ კენწეროს როგორც ოქროსა და ბროლისგან დამზადებულს, რომელიც ისეთ მძლავრ ენერგიას მიმართავდა, რომ მას მხოლოდ ის ინიციატები უძლებდნენ, რომლებმაც ვრცელი სულიერი განწმენდა გაიარეს. მოუმზადებლებს შეეძლოთ სერიოზული ფიზიკური ზიანი მიეღოთ, ან სიკვდილიც კი ინტენსიური გამოსხივებისგან. ეს კიდობნის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც პირამიდის კენწეროში იყო მოთავსებული, უბრალოდ სიმბოლური არ იყო, ის ტექნოლოგიური იყო, რომელსაც შეეძლო უზარმაზარი ენერგიების შენახვა და გაძლიერება. ბროლისა და ლითონის ნაერთები, რომლებიც ქმნიდნენ კიდობანს, მათ შორის ვერცხლის მსგავსი ლითონი და სუფთა, ცოცხალი ოქრო ინახავდნენ ენერგიებს, რომლებიც 7 ოქტავას მოიცავდა, დაწყებული დედამიწის ელექტრული დენებიდან უმაღლეს სულიერ სიხშირეებამდე. ამ არაჩვეულებრივი ენერგიების სამართავად სპეციალური ქურუმები, ცნობილი როგორც არქიტები ან პტაჰები, ატარებდნენ დამცავ სამოსს და ავარჯიშებდნენ თავიანთ სხეულებსა და გონებას, რათა ჰარმონიულად ერეზონირებინათ კიდობნის უზარმაზარ სიხშირეებთან. მათი სხეულები კოსმიური ძალის ცოცხალ გამტარებად იქცნენ. ისეთი ძლიერი იყო მათი აურა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლოთ სერიოზული ზიანი მიეღოთ მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, თითქოს თავად კიდობანს ეხებოდნენ. თუმცა ეს მძლავრი ენერგია თავისთავად არ ნარჩუნდებოდა. კიდობანი საჭიროებდა მისი კოსმიური მუხტის მუდმივ შევსებას და ეს წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა ამ ელიტარულ ინიციატებს ეკისრებოდათ. მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს, რომლებსაც შეეძლოთ უზარმაზარი სულიერი ძაბვის გამოსხივება, შეეძლოთ კიდობნის დატენვა და მისი მძლავრი, სიცოცხლის შემცვლელი ენერგიის შენარჩუნება. ეს მინიშნებები მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ დიდი პირამიდა, კიდობანი და უძველესი ინიციაციის რიტუალები მჭიდროდ იყო დაკავშირებული, აშენებული ცივილიზაციის მიერ, რომლის ცოდნაც ბევრად აღემატებოდა ჩვენსას. ამ ცივილიზაციის ცოდნამ გადაურჩა წარღვნას კოდირებული თავად პირამიდაში და ელოდება კაცობრიობის მიერ მის ხელახლა აღმოჩენას. გიზას ქვიშების ქვეშ უფრო მეტია, ვიდრე კირქვა და მტვერი. გვირაბები, კამერები. ისინი საუბრობენ რაღაცაზე, რაც დინასტიებზე ძველია, ჩაწერილ ისტორიაზე ძველია. რაღაცაზე, რაც აშენდა არა მიცვალებულთათვის, არამედ ცოცხალთათვის.
გაფრთხილება ან შესაძლოა გასაღები. მეფე სურიდის ხილვა მხოლოდ ცეცხლისა და წყალდიდობის წინასწარმეტყველება არ იყო. ეს იყო გეგმა, შეტყობინება, რომელიც შემონახული იყო გეომეტრიასა და ქვაში, შექმნილი იმისთვის, რომ გადაერჩინათ ცივილიზაციების დაცემა. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს შეტყობინება არასოდეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ უბრალოდ გაგვეგო, არამედ გამოგვეყენებინა? აღთქმის კიდობანი, რელიკვია, რომელიც უცნობი ენერგიით ჭრის, იმეორებს დიდი პირამიდის მეფის კამერის გრანიტის სარკოფაგის ზუსტ ზომებს. დამთხვევა. თუ თანხვედრა. ორი ობიექტი დაშორებული კულტურებითა და საუკუნეებით, მაგრამ შექმნილი ერთი და იგივე ძალის, ენერგიის, ძალაუფლების, ცნობიერების სამართავად. რაც არ უნდა ენახა სურითს, რაც არ უნდა ეიძულებინა იგი აეშენებინა შეუძლებელი სიზუსტის მონუმენტები, მან იცოდა, რომ ეს მოდიოდა. არა მხოლოდ ცეცხლი ან წყალდიდობა, არამედ რაღაც ბევრად დიდი. რაღაც კოსმიური. ძალა, რომელსაც შეეძლო გამოღვიძება, გარდაქმნა ან შთანთქმა. შესაძლოა პირამიდები მხოლოდ გაფრთხილებები არ იყო. შესაძლოა ისინი თავდაცვები იყვნენ, ან თუნდაც კარიბჭეები. რაც უფრო ღრმად ვთხრით, მით მეტ კითხვას ვაწყდებით. და ერთი რამ ცხადი ხდება, დიდი პირამიდა არასოდეს იყო გამიზნული იზოლაციაში დგომისთვის. ის რაღაც უფრო დიდის ნაწილია გლობალური თავსატეხი, რომელიც კონტინენტებზეა გადაჭიმული, დაკავშირებულია ვარსკვლავურ რუკებთან და მითოლოგიებთან. სისტემა, რომელიც შექმნილია რაღაცის გამოსაყენებლად, რაც ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თავად ეგვიპტე. სურიდის შეტყობინება მხოლოდ გაფრთხილება არ იყო ძველებისთვის. შესაძლოა, ეს იყო გაფრთხილება, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი. ქვიშები იძურიან, ბეჭდები იმსხვრევიან. და რაც არ უნდა ელოდოს გიზას ქვების ქვეშ, შესაძლოა თავსატეხის ბოლო ნაწილს ინახავდეს, რომლის გაგებაც ახლახან დავიწყეთ. კითხვა აღარ არის ის, თუ რა იყო დიდი პირამიდა, არამედ რატომ ამოდის ეს ცოდნა ახლა ზედაპირზე? შესაძლოა წარსული ჯერ არ დასრულებულა ჩვენთან.